მოგესალმებით ეთერშია სტასოტივის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის. ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მიიღეს და რომელსაც ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა. კერძოდ ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა სხვაგან სად უნდა გამოეხატა ჩინეთს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა თუ არა ამ რეზოლუციის მხარდაჭერაში. კობახიძემ კი უპასუხა, რომ ზოგიერთმა სხვა სახელმწიფომაც არ დაუჭირა რეზოლუციას მხარი, თუმცა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ. პრემიერ-მინისტრმა ისრაელის მაგალითიც მოიყვანა და განმარტა, რომ სახელმწიფოებს თავიანთი სუბიექტური მიზეზების გამო არ შეეძლოთ რეზოლუციის მხარდაჭერა. ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის. განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხს არ ემსახურებიან, ისინი მხოლოდ თქვენი პარტიის და საპატიო თავმჯდომარის ინტერესებს ემსახურებიან. ამ განცხადებით ფრაქცია საქართველოსთვის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა ქართულ ოცნებას პარლამენტში რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას მიმართა. მან პრობლემური უწოდა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებულ ცვლილებას, რომლის მიხედვით პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სესიაზე სიტყვით გამოსვლები აღარ გაიმართება. პრეზიდენტის ანგარიში იმ ფორმით, რა ფორმითაც ამჟამად ხორციელდება, შესაძლებლობაა ჩვენთვის ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური ძალისთვის პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები შევაფასოთ და პრობლემური საკითხების აქტუალიზება მოვახდინოთ. ის აძლიერებს პარლამენტის ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ფრაქცია საქართველოსთვის წევრმა საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის პროცედურის ცვლილებაც გააკრიტიკა. ხვედელიანის შეფასებით ბორდის წევრები შესარჩევი ღია კონკურსის წესით გაუქმება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გარიყვას ემსახურება. თქვენ იცით, რომ ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს სხვადასხვა ნაბიჯისა და ქმედებისთვის. იგივე ეხება ჩინეთის შემთხვევასაც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ამ დროს მისი პარტიის წევრები გამოდიან და აკრიტიკებენ საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. იგივე ეხება ევროკავშირს. ევროკავშირის წარმომადგენლებიც ძალიან ხშირად საუბრობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ასეთ დროს ისინი პერიოდულად გამოდიან ხოლმე და ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, აღნიშნა პრემიერმა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, ხდება თანხების მოზიდვა, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის და რკინიგზის განვითარების კუთხით ასეთი რესურსების მოზიდვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკთან გაფორმებულ შეთანხმებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად ბანკი საქართველოს 372 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობს მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან, იმისთვის, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ფინანსური რესურსებით. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ეს ინტერესი შუა დერეფნის პოტენციალის მიმართ ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჩინეთი, რომელიც წარმოადგენს ერთპარტიულ კომუნისტურ სახელმწიფოს, გამოაცხადეს სტრატეგიულ პარტნიორად, რადგან ამ რეჟიმის მიზანია უარყოს ქართული დამოუკიდებლობის მოძრაობის ყველა მონაპოვარი და ჩვენი ქვეყანა დააბრუნოს საბჭოთა წარსულში და ერთპარტიულ უამბიციო ჭაობად გადააქციოს. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლელოს საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთით ამერიკის და ევროპის ჩანაცვლება არის იმ სავალალო კრახის გამოხატულება, რაც იწუნია რეჟიმმა ევროპულ კავშირთან და სულ ბოლოს რამდენიმე დღის წინ აშიშუსთან ურთიერთობებში. დღეს დე-ფაქტო პრემიერმა უკვე ღიად და დეკლარირებულად გამოაცხადა საქართველოს საგარეო განვითარების ძირითადი ტრაექტორიის შეცვლის მცდელობა და ჩინეთი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად წარმოგვიდგინა. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩინეთთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში მოხსენიებულია ერთიანი ჩინეთი, მაგრამ არ არის ნათქვამი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპელი სოციალისტების დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით მის განცხადებებს სასამართლოს სისტემასა და მოსამართლესთან დაკავშირებით სამწუხარო სპეკულაცია მოყვა. როგორც ბოჟაძემ ინტერპრეს ნიუს განუცხადა, ის კონკრეტულ მოსამართლეზე არ საუბრობდა, არამედ პირობითად ისაუბრა იმ სახელსა და გვარზე, რომელიც გაჟღერდა გადაცემაში. მისივე განმარტებით მან აღნიშნა, რომ დღეს როგორც მოსამართლეები, ასევე სასამართლო სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე და ემსახურება კანონს და კონსტიტუციას. მოვუწოდებ ყველა მედია საშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ. ნუ წარმოაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად. მოვუწოდებ ყველას ნუ ეცდებიან დაამთხვიონ ჩემი სიტყვები ნაცმოძრაობის მესიჯ ბოქს და გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, განაცხადა ბოჟაძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. მოსკოვში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხაილ გალუზინს შეხვდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა. კარგი დისკუსია გვქონდა, განცხადებას მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ. განაცხადა საფრანგეთის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ელჩებმა უკრაინაში კონფლიქტის განსახილველად მის მოადგილესთან შეხვედრა ითხოვეს. ოკუპირებულ ყირიმში დრონებით თავდაცმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხიდები დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ტელეგრამ არხების ცნობით ღამით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა. თავდაცმა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ არმიანსკში მდებარე საავტომობილო ხიდზე. დაზიანდა სატვირთო ავტომობილები. ასევე აფეთქებების შემდეგ სევასტოპოლის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა. ამასთან ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ ოკუპირებულ ყირიმში შესაძლებელი სახმელეთო ხიდები თითქმის აღარ დარჩა. ოკუპირებული სევასტოპოლის ეგრეთ წოდებულმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ საწვავი აღარ გაიყიდება, რადგან ღამით ქალაქში საწვავის გადამზიდი ავტომობილები ვერ შევიდნენ. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა უფრო ცეცხლის შემცირებას გავს, ვიდრე რეალურ ზავს. ახლო აღმოსავლეთი უფრო ღრმა კრიზისშია ჩაფლული და შედეგები რეგიონს სცილდება. ამ კვირაში კიდევ უფრო ფართო შეტევები და ვითარების გაუარესება მოხდა. აქ ცეცხლის შეწყვეტა უფრო ცეცხლის შემცირებას გავს. არ უნდა დავაკნინოთ იმის საფრთხე, რომ შემცირებული ცეცხლის სრულმასშტაბიან ომად გადაიქცეს. დაწერა გუტერეშმა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ყველა მხარემ დიპლომატიური გადაწყვეტისკენ უნდა იმუშაოს და თავდასხმებისა და საბაბის დასახელების დრო არ არის. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.